ქუთაისიდან თბილისამდე დანაშაული მოხდა თბილისში. ანუ სრულიად სხვა ადგილას, სხვა დროს. და მოსამართლე მიიღო გამომართლებელი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, პროკურატურამ გაასაჩივრა და რა თქმა უნდა, სამწუხაროდ 3-4 დღის თავზე ჩვენ ყველამ შევიტყვეთ, რომ ამ მოსამართლის წინააღმდეგ აღძრეს დევნა, ხო? კი, არა, ზოგადად იმდენი ისეთი საოცრებები ხდება სასამართლო გადაწყვეტილებებში, იმდენი შემიძლია მოუყვე და გახსოვთ ის ყოველ ძალიან გახმაურებული იყო ადამიანი მკვლელობისთვის რომ გაასამართლოს და მე ის მოკვლული ცოცხალი რო აღმოჩნდა. ანუ ესეთი ტიპის ისეთია რაღაცა ის საოცარ გადაწყვეტილებებს ხდები, მაგრამ აი კარგი დავანებოთ ახლა როდესაც ესეთი თემაზეა საუბარი. როდესაც ასეთ შემთხვევაში, როდესაც აი რაღაცა ითხოვ ადვოკატს, ხო? ეს ხომ ძალიან მარტივია. მაინც მნიშვნელობა აქვს იმ დღესაც 15 ივნისას თავიდან რამდენიმე პროცესია დაჩიტაგურეს პროცესი და კიდევ რამდენიმე ესე ჩატარდა რომ არ დაასწრეს ადვოკატები მე სასამართლოს თავმჯდომარე ჩამოვიდა და მე მის შესაძლებლობა არაფერი შეცვლილა ადვოკატი თავის შესაძლებლობას მოწმე ყავს მაგრამ არაფერი იცრება ფორმალობას მაინც რატო არ იცავ ხომ ხარ მოსამართლე საკუთარ თავს უნდა შეპატივი სტატუსს უნდა შეპატივი აბსოლუტურად გაუგებარია იმ ადამიანის მაგალითისთვის ხო როცა გამოგაგ საზჯერდი აი არანაირი თქო მაგალითად კახა ბეიტრიშვილი ხო გვიან მოვიდა იმ აქციაზე ეს თქო სადაც არ იყო 12 ივნის პარლამენტი 25 დღე მიუსაჯა არანაირი მტკიცებულება არ უგითხიათ არანაირი რაღაცა ფაქტი ყოველ შემთხვევაში სატელევიზიო ვიღაცა პოლიციელის განცხადებით და ამ პოლიციოზე დაეხმო ეს მთელი სასამართლო მაშინ როცა არც ადვოკატი არც ვინმე დამხმარე და ეს მოსამართლე მე სახში დავა ხელფას აიღებს გაზრდის შვილებს და ეტყვის რომ მე კაი მამა ვარ. ხო, მაგალითად, თოფჩიშვილი, ნანა დარასელია, ილონა თოდუა, გიორგი ჩემია, ეს ადამიანები. თერცვაძე, აპელაციოს მოსამართლე. ვალერი. მაგალითად, კარგი 25 დღე, მაგრამ ეს 25 დღე იმდენად ამაზრდენი იყო, ჩემს პირადად ხო რომ მოხდი საკანი ბინძური რა ვიცი რაღაც პირობები აბსოლუტურად არანაირი ეს ტუალეტი რაღაცა ისეთი მიყუჟული წყალი ტუალეტიდან ამოდის ლამისაა და ანუ ესეთი რაღაცა 25 დღე გადასარო პირობებში არიან და ევროპულ სტანდარტებში აი მე ურჩევ რომ ყველა ეს მოსამართლე ჩემის აზრით ის რამდენი განაჩენის გამოიტანა დანაშაულებრივი ყველაფერი უნდა მოიხადოს იმიტომ რომ არ შეიძლება ზოგადად მოსამართლე იყოს ამ დონეზე უსამართლო რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ფსულოს ნამდვილად აქვს აზრი და სხვათა შორის თქვენი მეგობრები გეგმავენ აქციებს მოსამართლეების მიმართ ანუ სახლებთან მათ ანუ სიცხლის კორიდორები არა მაგრამ უბრალოდ მეზობლებს მოუყვებით ვინ არიან მათი მეზობელი ამ ადამიანების სახელი და გვარი აი ყველა მეზობელმა შვილმაც უნდა იცოდეს რომ მამამისი და ის მისი ოჯახის წევრი არის უსამართლობის მსახური. ის არის დიქტატორის, ესე ვთქვათ, ავტორიტარული რეჟიმის. კარგი, ნუ გავა დრო ალბათ, ხო, სამართლიანობა აღდგება აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოხდება, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვანაირად უსამართლობა მოიცვა მთელი ქვეყანა. არ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ აი ესეთ ლაღად და თავისუფლად, მოსმეში შიდა სინდისის განცდა და გზნობა მაინც არ აწუხებს. თუ არ შეგიძლია გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი, მაშინ ნუ არ ვიცი, მე არ მესმის, ხო შეიძლება რომ დატოვო ან ერთხელ მაინც ადამიანური ზნეობრივი მორალური სასწრის გამოიტანო რაღაც დასკვნა რომ არ შეიძლება ეგეთ ქვეყანაში აი ესეთი დანაშაულების ჩადენა ხო მოსამართლე იმდენადვე დამნაშავეა რამდენად ის პოლიციელი რომელმაც ხელკეტი ურტყა ან ის კიდევ უფრო მეტი ის როდესაც ვიღაცა შენ ფორმაში ჩაცმული არ არის რაღაც კასეტი ხელზე უჭირავს გილიტყამს ის არის ვიღაცა კრიმინალი მას ნუ არანაირი იდენტიფიცირება მის მიმართ რომ ეს არის სახელმწიფოს ნაწილი და სახელმწიფო გილიტყამს და სახელმწიფო გექცევას თუ არა გაქვს მაინც ანუ ვიზუალურად მაინც ესეთი ეფექტია ხო და შენ თავიდან ხო შენ გეკუნა რომ იყვნენ ძარცველები ხო და შედიხარ სასამართლოში და აი რო შედიხარ მახალა შენ სასამართლოში არის 3 ლიფტი ერთი თანამშრომლებისთვის ერთი კიდე შუაში არის მოსამართლეებისთვის და ეს არის ეს ლიფტი შუაში არის და დიდია და გამორჩეული რაღაც რომ შენ მოსამართლეთან გაგიშდეს განცდა ესეთი რაღაც ხო გეტყვით ხო მე 7 საფულზე ამიყვანა ხო ბუნებრივია ხო ხალხალბებული ვარ და ეს ერთი ბადროგი ცოტა ისეთია მეორეც ნარანაკლებია და კაი ნაჭამები და ვაყარ და ქუჩინიდან მოვიდა მე 7 საფულზე აი ეს არა ხო ეს დავედით მე 7 საფულან არა გეთახმები იმაში რომ განსაკუთრებით მე იმ დღეს ვიყავ დათქმული იმიტომ რომ ის გასაგებია ვიღაცა ნახევარად კრიმინალია რა და ამ დროს შენ აი სასამართლოში როდესაც
ესეთი სახელმწიფო სახელით გამოაგანჩენიან რაღაცა იჩნდება განცდა პირდაპირ განცდა გაქვს და პირდაპირ მტკიცებულება იმის სახეზე გაქვს ის რომ სახელმწიფო გებრძვის, გუნავს, გაქცრისა, გაგანადგურა. ეს არის ყველაზე საშინელი, როცა ერთვენია დღეს ვიღაცა თვალში თუ არ მოუხვალ, ანუ გაგანადგურებს. ნახეთ ერთმა უცხოელმა მითხრა, რომ აი რატომ არ მოგწონთო, აი ხო ქუჩაში კრიმინალები არ დადიანო ესე როგორც. მეთქი რა მნიშვნელობა აქვს? კრიმინალები დადიან თავში და დადიან დაბურული მანქანები. ერთვენია დღეს შეიძლება რომელიმე ხელისუფალის, რომელიმე ოჯახის წევრის ინტერესები გადაკვეთო და ერთ დღეში გაგანადგურებენ, გაქცრებენ. არავის არ აინტერესებს. არა, მე მახსოვს რომ კიბერხალხის საქმე, ოდესაც აი იმის გამო რომ შენ ვიღაცის მეგობარი ხარ თუ ან რაღაცა ერთ დღეში გაგანადგურეს, ერთ დღეში დამთავრდა შენი წვნებით, ნაშენები, რაღაცა ანუ საქმე, რაღაცა, გიყვარ შენი საქმე, ფეხ, ეხლა როგორც არ უნდა იყოს, ხო? და ერთ დღეში გაგანადგურეს. არავის აინტერესებს მე შენ რამ დროს რას ფიქრობ, როგორ ახარა დამოკიდებულება აქვს, კაც ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, არავის აინტერესებს. მე რესტორნები დაანგრიეს, ქალაქი დაანგრიეს, დინები დაანგრიეს, გამოასახლეს. პირადად მე მაგალითად ხო აი პირადად აქამდე არ შემხებია არაფერი ესეთი ხო შემეძლო სარგებელი გამომეტანა ძალიან ბევრ შემთხვევაში ხო მაგრამ როცა უკვე აი ესეთი დონის აი უბრალოდ მოსამართლემ ესე გვერდზე და უკვე დაბეჭდილი იყო გამზადებული იყო წაიკითხა და ეს 25 დღიანი სასჯელი გამომეტა აი დაუშვათ მე ვიყავი აქციას აი კახა მაგალითად ხო ან ბენო საერთოდ არ ყოფილან აქციაზე არც უკით, არ ვიცი, მე არ მესმის ესეთი ადამიანების არც ადამიანობის და მოსამართლეებს ამ შემთხვევაში მინდა შენ თქვი ძალიან საინტერესოა მე არ შემხებიაო. შეიძლება პირადად მეც არ შემხებია, მაგრამ ამ დროს მინდა იმათ ჯერ კიდევ შეიძლება კიდეს გაიგოს, ან ისე შეიძლება კიდევ შეეხოს. პასტორ ნემლერის სიტყვები, ცნობილი სიტყვები, როდესაც ფაშისტები მოვიდნენ გერმანიაში, გახსოვთ, ისინი მივიდნენ ან როცა მათ მიაკითხეს კომუნისტებს მე ხმარა მოვიღე, იმიტომ რომ კომუნისტი არ ვიყავი, მე მათ მიაკითხეს ებრაელებს მე ხმარა მომიღე, იმიტომ რომ ებრაელი არ ვიყავი, მე მიაკითხეს პროტესტანტებს ხმარა მომიღე, იმიტომ რომ პროტესტანტი არ ვიყავი. და მე მომაკითხეს მე და არავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები. მეც მოუყევი იმ პოლიციელებს მესამე სართულზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ მოსამართლეებს განსაკუთრებით დღევანდელი სასამართლოს მოსამართლეებს გაცილებით უკეთ ესმით ალბათ უკეთ მოისმენენ, გაიგებენ იმას, რასაც ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი წერს. არა, ეს არის წიგნი, ძალიან მიყვარს ეს წიგნი, ეს არის კონსტანტინე კუბაშვილის წიგნი, ძირითადი უფლებები, გამოცემული არის ოღონდ 2003 წელს და იმ მოსამართლეებს მინდა ვუთხრა, რომლებიც ახლა აი ესეთი გადაწყვეტილებები გამოაქვთ, მაშინ როცა მანიფესტაციებზეა საუბარი, შეკრებაზეა საუბარი, რაც ამბობს რაც ამბობდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ როცა ის იყო ექსპერტი, იურისტი, პატივცემული და რაც ამბობდა სასამართლოს თავმჯდომარე, ის ამბობს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია გამოხატვის თავის შეკრების და მანიფესტაციის უფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს